სწორედ აქ შეგიძლიათ დაინახოთ. ეს პატარა ხრიჭოები სადაც ტილო მოჩანს. ერთი შეხედვით თითქოს ნახატი დაუმთავრებელია, თუმცა სინამდვილეში რა თქმა უნდა ასე არ არის. ტილოს კრემისფერი ზედაპირი იდეალურად ერწყმის ყვავილებისა და ტოტების ნათელ ბრწყინვალებას. სწორედ ამ ტოტებს მიღმა იმალება ისტორია, რომელიც ვინსენტის სიცოცხლის შემდეგაც გრძელდება. ვინსენტ ვან გოგმა ეს ნახატი იმ ადამიანისათვის შექმნა, ვინც ერთ მშვენიერ დღეს მის ხელოვნებას მთელს მსოფლიოს შეაყვარებს. მოკლედ, 1990 წლის თებერვალია, როცა ვინსენტი წერილს იღებს მნიშვნელოვანი სიახლით. მის ძმას თეოს და მის მეუღლეს ჯოს ვაჟი შეეძინათ და მას ბიძის პატივსაცემად ვინსენტი დაარქვეს. ემოციებით ახსავსე ვინსენტ ვან გოგი მაშინვე იღებს ფუნჯებს და ჩქარობს, რათა ახალბედამშობლებს საჩუქარი მიუძღვნას. იგი ჯერ ტოტებზე ამახვილებს ყურადღებას, შემდეგ კი ფრთხილად ავსებს ფონს ცის კაშკაშა ლურჯით. მცირე მონაკვეთებს ტილოზე შეგნებულად ტოვებს შეუსებლად და ტექსტურისთვის ამატებს მოკლე, ერთმანეთზე გადაჯვარედინებულ მონასმებს. მრავალი წლის განმავლობაში ეს ნახატი პატარა ვინსენტის საძინებელში ეკიდა, ხოლო მას შემდეგ, რაც დედა 1925 წელს გარდაიცვალა, ეს ნახატი მემკვიდრეობით მას ერგო, ბიძის ასობით სხვა ნახატთან ერთად. ვინსენტმა მისი ცხოვრების მთავარ მისიად აქცია ამ საგანძურის მსოფლიოსათვის გაზიარება. სწორედ მან დააარსა ვან გოგის ფონდი და მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ამსტერდამში ვან გოგის მუზეუმის შექმნაში, სადაც დღეს ნუშის ყვავილები კვლავ ყვავიან.